ამ ვიდეოში მსურს გესაუბროთ ბრიტანეთის დემოგრაფიული კატასტროფის შესახებ. როგორ ჩამოიშალა ტრადიციული ბრიტანული საზოგადოება და რა გავლენა იქონია მან დემოგრაფიაზე და პოლიტიკაზე. ვიდეო ეფუძნება ოფიციალურ მონაცემებს. 1951 წლის მონაცემებით ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 0.1% იყო არაევროპული წარმოშობის. დღეს კი სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. 2022 წლის მონაცემებით ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 76.8% არის ადგილობრივი ბრიტანელი. ძირითადად მიგრანტები ბრიტანეთში ჩამოდიან აფრიკიდან, სამხრეთი აზიიდან, ისეთი სახელმწიფოებიდან, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ნეპალი, ბირმა, ვიეტნამი, ტაილანდი და ასე შემდეგ. აგრეთვე მიგრანტების დიდი ნაკადია კარიბის ზღვის სახელმწიფოებიდანაც. ბრიტანეთის ზოგიერთ უბნებში მოსახლეობის 40-50% ეთნიკურად ინდოელი, პაკისტანელი ან არაბია. პროგნოზების თანახმად, უკვე 2056 წლისათვის ბრიტანეთის მოსახლეობის მიახლოებით 33.7% მიგრანტი იქნება ან მიგრანტების შთამომავალი, ხოლო 2100 წლისათვის მიგრანტები ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იქნებიან. აქ თქვენ ხედავთ ეთნიკურ ჯგუფებს პროცენტებში ასაკის მიხედვით. 2021 წლის მონაცემებით 24 წლამდე ასაკის პირები მიახლოებით 30% არიან მიგრანტები ან მიგრანტების შთამომავლები. 2004 წლის მონაცემებით ბრიტანეთის სკოლებში მოსწავლეების 82% ადგილობრივი ბრიტანელი იყო. ბრიტანელებში გულისხმებიან ინგლისელები, უელსელები და შოტლანდიელები. ეს არის ოფიციალური სახელმწიფო წყაროებიდან აღებული ინფორმაცია. წლების განმავლობაში მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა ბრიტანეთში, ხოლო ადგილობრივი ბრიტანელების რაოდენობამ კი იკლო. გამომდინარე იქიდან, რომ მიგრანტებს მაღალი შობადობა აქვთ, შესაბამისად, მათ შვილებიც მეტი ყავთ და ბრიტანეთის სკოლებშიც მათი შვილების რაოდენობა იზრდება. თუ 2004 წელს ბრიტანეთის სკოლებში 82% მოსწავლეების ეთნიკურად ბრიტანელები იყვნენ, უკვე 2021 წელს ეს პროცენტი 66.3%-მდე ჩამოვიდა. აგრეთვე იკლო ირლანდიელი მოსწავლეების რაოდენობამაც 26.100-დან 22.994-მდე. სამაგიერო საგრძნობელი ზრდა აღინიშნება სამხრეთი აზიის ხალხებში, ინდოელებში, პაკისტანელებში, ბანგლადეშელებში და ასე შემდეგ. აგრეთვე ზრდა აქვთ აზიის სხვა ხალხებსაც, ისევე როგორც აფრიკელი მიგრანტების შთამომავლებს და ლათინოამერიკელებს. მანამ სანამ სკოლებში ადგილობრივი მკვიდრი ბრიტანელების პროცენტული რაოდენობა 82%-დან 66.3-მდე ჩამოვიდა, აზიელი მოსწავლეების რაოდენობა 6.2-დან 11.4-მდე ავიდა. ინდოელების პროცენტულობა 2%-დან 3.1%-ზე ავიდა. პაკისტანელების პროცენტულობა 2.4-დან 4.2-ზე. ბანგლადეშელების პროცენტულობა 0.3-დან 1.4-ზე. ჩინელების პროცენტულობაც კი გაიზარდა. აფრიკელი მოსწავლეების პროცენტი 2004 წელს იყო 1.55%, ახლა არის 3.7%. ესეც უკვე მოძველებული მონაცემებია 2021 წლის. დღეს ალბათ უფრო მეტი იქნება. ახლა კი გადავხედოთ რელიგიურ მონაცემებს. როგორც ხედავთ ასაკობრივად, ბრიტანეთში, ინგლისსა და უელსში 2021 წლის მონაცემებით ქრისტიანების უმეტესი ნაწილი ასაკოვანი ხალხია, 40 წელს გადაცილებული, ხოლო მუსულმანების უმეტესობა პირიქით, ახალგაზრდები არიან. ადგილობრივი მკვიდრი ქრისტიანული მოსახლეობა ბერდება, ხოლო მიგრანტებს მსგავსი პრობლემა არ აქვთ. მაღალი შობადობიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
მათი უმეტესი ნაწილი კი ახალგაზრდებია, რომლებსაც შეუძლიათ გადავთ მრავალი შვილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ რაოდენობას. ახლა მოდით ვნახოთ ახალდაბადებულების პროცენტული შემადგენლობა ეროვნებით. 2005 წელს ახალდაბადებულების 75.2% იყო ბრიტანელი. 2011 წელს 66.19% იყო ბრიტანელი. 2015 წელს 62.05%. 2019 წელს 58.45%. 2023 წელს 55.34%. დღესდღეობით ბრიტანეთში, კერძოდ ინგლისსა და უელსში, ახალ მშობელების მხოლოდ ნახევარი არის მკვიდრი ბრიტანელი. დანარჩენი ნახევარი კი უცხოელები არიან. 2005 წელს ახალშობილების 2.5% იყო ინდოელი. 2023 წლის მონაცემებით 4.70. 2005 წელს ახალშობილების 3.7% იყო პაკისტანელი. 2023 წლის მონაცემებით კი 4.84%. 2005 წელს ახალშობილების 1.3% იყო ბანგლადეშელი. 2023 წლის მონაცემებით კი 1.85%. აგრეთვე მკვეთრიც დააქვთ აფრიკელებსაც. თუ 2005 წელს აფრიკელი ახალშობილები შეადგენდნენ 3%-ს, 2023 წელს უკვე შეადგენენ 4.75%-ს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო მონაცემები გვაქვს 2023 წლიდან, შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემები უკვე მოძველდა. 2025 წელს სავარაუდოდ ადგილობრივ ბრიტანელებში შობადობა უფრო დაბალია და მათი პროცენტულობა შესაბამისად დაგლებული. ხოლო მიგრანტებში კი ეს პროცენტულობა ყოველ წელს იზრდება. აგრეთვე იზრდება შერეული ოჯახების რაოდენობაც. თუ 2005 წელს ბრიტანეთში შერეული ოჯახებიდან დაბადებული ახალშობილები შეადგენდნენ 3.5%-ს, 2023 წლის მონაცემებით ისინი უკვე შეადგენენ 6.90%-ს, თითქმის 7%-ს. შერეულ მოსახლეობაში იგულისხმება ადგილობრივი ბრიტანელებისა და მიგრანტების შვილები. მაგალითად, როდესაც დედა ბრიტანელია ან მამა ინდოელი, ან როდესაც დედა ინდოელია ან მამა ბრიტანელი. დღეს ბრიტანეთში ასეთი მიახლოებით 1,700,000 ადამიანი ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად 1,793,000. თუმცა პიგმენტაციით ისინი უფრო მიგრანტების შთამომავლებს გვანან. საკმაოდ ხშირი არის შერეული ოჯახები თეთრკანიანებსა და აფრიკელებს შორის. მათი პოპულაცია კი საკმაოდ ახალგაზრდაა. უმეტესობა 20 წელსაც კი არაა. ეს ძირითადად თინეიჯერები არიან. შესაბამისად, ამ პოპულაციას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ზრდის. ჩემს მიერ წარმოდგენილ მონაცემებში ნათლად ჩანს ის სურათი, რომ ბრიტანეთში მკვიდრი ადგილობრივი ბრიტანელების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს. აქ არ შეიძლება არ მოვიყვანოთ შობადობის მაჩვენებლებიც. მოდით გადავხედოთ შობადობის კოეფიციენტს ბრიტანეთში წლების მიხედვით. მე-17 საუკუნეში ბრიტანეთში საშუალოდ ოჯახში ყავდათ 4-დან 5 შვილამდე. მე-16-ში კიდევ უფრო მეტი. ასე ნარჩუნდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ასე იყო მე-18 საუკუნეშიც, მე-19 საუკუნეშიც და ცვლილება დაიწყო მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში. ნაწილობრივ ეს გამოიწვია სოციალისტური იდეების გავრცელებამ, ურბანიზაციამ, ფემინიზმის აღმასვლამ და ზოგადად მემარცხენე შეხედულებების გაძლიერებამ. შობადობა ხშირად ვარდებოდა ხოლმე ომის პერიოდში, მაგალითად პირველი მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს, დიდი დეპრესიის დროს, თუმცა მალევე იწევდა ხოლმე მაღლა. განსაკუთრებული ვარდნა შობადობამ ბრიტანეთში განიცადა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. 1990-იან, 1980-იან წლებში. სწორედ ამ პერიოდში იყო პოპულარული ჰიპსტერული და ლიბერალური იდეოლოგიები და თავისუფლების იდეები. კონსერვატიული ბრიტანული საზოგადოება ნელ-ნელა ჩამოიშალა, ხოლო ძირითადი პრინციპები ბრიტანული საზოგადოების გახდა არა რაღაც პატრიარქალური ოჯახის ჩამოყალიბება, არამედ თავისუფლების ძიება.
შესაბამისად შვებადობას დავარდა. შედარებისთვის ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში, სადაც შენარჩუნა ტრადიციული საზოგადოებები, შვებადობა დღემდე მაღალია. ამან ბუნებრივია პირდაპირი გავლენა იქონია იმაზე, რომ ბრიტანეთის მოსახლეობამ იკლო და საჭირო გახდა მიგრანტების შემოყვანა. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ეს სურათი. ამ რუგაზე ხედავთ 2021 წლის მონაცემებით უელსისა და ინგლისის ეთნიკურ შემადგენლობას. ბრიტანული მოსახლეობა არის აღნიშნული პროცენტებით. ლონდონში ფაქტობრივად აღარ არის დარჩენილი ბრიტანელები, ხოლო სხვა დიდ ქალაქებში კი ბრიტანელები თითქმის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს შეადგენენ, ან პოტენციურად უფრო ნაკლებს. ეს მკვიდრი ბრიტანელები ბრიტანეთში, ალბათ მხოლოდ უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაშია დარჩნენ. ინგლისი, სადაც კონცენტრირებულია ბრიტანეთის ყველაზე დიდი და განვითარებული ურბანიზებული ქალაქები, ნელ-ნელა მიგრანტების ტერიტორიად იქცა. 2021 წლის მონაცემებით, თუ ერთად ავიღებთ ინგლისსაც და უელსსაც, მთლიანად ადგილობრივი მკვიდრი ბრიტანელების პროცენტული რაოდენობა ამ ტერიტორიაზე არის მიახლოებით 62,2%. ნახევარზე ცოტა მეტი. ისიც ძირითადად ასაკიანი ხალხი, ვინაიდან დაბალმა შვებადობამ გამოიწვია ის, რომ ბრიტანელების რაოდენობამ იკლო, ხოლო მათ, ვისაც არ ყავდათ შვილები, შემდეგ დაბერდნენ, მოსახლეობა არ გაიზარდა და დარჩენილი მოსახლეობა კი ნელ-ნელა დაბერდა. დღეს ეს პრობლემა ფაქტობრივად ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს. მოსახლეობა სწრაფად ბერდება, ხოლო ახალი თაობა კი არ არის. ან არასაკმარისია. თუმცა ისტორიულად ყველაფერი სხვანაირად იყო. ადრე ევროპაში შვებადობა საკმაოდ მაღალი იყო. შვებადობის ვარდნა მე-20 საუკუნეში მოხდა. ავიღოთ იგივე ბრიტანეთი. აქ თქვენ ხედავთ მოსახლეობის გადანაწილებას ასაკობრივი შკალით 1891 წელი. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, განსაკუთრებით თინეიჯერები. მაგრამ უკვე მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც შვებადობამ იკლო და მოსახლეობამ დაბერება დაიწყო, მონაცემები შეიცვალა. მე-20 საუკუნეში ნელ-ნელა საშუალო ასაკი გახდა 20-30 წელი. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, საშუალო ასაკი უფრო მაღლა და მაღლა იწევდა. შვებადობა კი წლიდან წლამდე იკლებდა. თავდაპირველად ამას არავინ არ აქცევდა დიდ ყურადღებას, ვინაიდან ეს არც განიხილებოდა როგორც რაღაც დიდი პრობლემა. თუმცა საბოლოო ჯამში 2025 წელს ამან აქამდე მიიყვანა ბრიტანეთი. დღეს კი ისეთი სიტუაციაა, რომ ასაკიანი ხალხის რაოდენობა ახალგაზრდებზე მეტია ბრიტანეთში. ბრიტანეთში უფრო მეტი ადამიანია 55-დან 60-მდე, ვიდრე 10-დან 20-მდე. ბრიტანული ახალგაზრდობა იკლებს რაოდენობაში, სამაგიეროდ იზრდება მიგრანტების რაოდენობა. მიგრანტებს, რომელსაც მრავალი შვილი ყავთ, ახალი თაობა საკმაოდ დიდი ყავთ. 2100 წლისათვის ბრიტანეთის მოსახლეობა ფაქტობრივად ასაკოვანი ხალხისგან იქნება ძირითადად დაკომპლექტებული. ახალგაზრდების რაოდენობა მცირე იქნება, რაც შექმნის პრობლემებს. ასაკოვან ხალხს, რომელსაც აღარ შეეძლებათ მუშაობა, დაჭირდებათ პენსია, ხოლო პენსიისთვის საჭიროა, რომ ახალგაზრდებმა იმუშაონ. თუ ასაკოვანი ხალხი იმაზე უფრო მეტი იქნებიან, ვიდრე ახალგაზრდები, მაშინ ახალგაზრდებს არ შეეძლება დააგროვონ იმდენი ფული, რომ არჩიონ ასაკოვანი ხალხი. ამ ყველაფერს კი ემატება ბრიტანეთის პოლიტიკური პრობლემები. მოდით გადავხედოთ თვალი 2019 და 2024 წლის ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებს. ვინ მოიგო ამ არჩევნებში, რა პარტიები და რა ლიდერები არიან ბრიტანეთში. 2019 წლის არჩევნები მოიგო ეგრეთ წოდებულმა კონსერვატიულმა პარტიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს პენჯაპელი რიში სუნაკი. იგი 2022-2024 წლებში იყო პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის და აგრეთვე კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი. ამავე პარტიაში უამრავი სხვა მიგრანტია. თუმცა 2024 წელს კონსერვატიულმა პარტიამ წააგო არჩევნები და არჩევნები მოიგო მემარცხენე ძალამ, ეგრეთ წოდებულმა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს სტარმერი. 2019 წელს ყველაზე დიდი ადგილები ბრიტანეთის პარლამენტში ეკავათ კონსერვატორებს
ლეიბორისტებს და აგრეთვე სხვადასხვა სეპარატისტებს, შოტლანდიელებს, ჩრდილოეთ ირლანდიელებს, უელსელებს, რომლებსაც სურთ ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოსვლა და ცალკე თავიანთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. 650 ადგილიდან 48 ეკავა შოტლანდიის სეპარატისტულ პარტიას, რომელსაც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიასაც ეძახიან. თუმცა ფაქტობრივად ჩვეულებრივი სეპარატისტები არიან. 365 ადგილი ეკავათ კონსერვატორებს, 202 ლეიბორისტებს, 11 ლიბერალ-დემოკრატებს და ასე შემდეგ სხვა პატარა მცირე პარტიები მერე. კონსერვატორების პარტია მხარს უჭერს მიგრაციას, ოღონდ შეზღუდული ფორმით, ლეგალურ მიგრაციას, არალეგალებს არ უჭერენ მხარს, მხოლოდ ლეგალებს, ხოლო ლეიბორისტები კი უფრო მობიერიანიან მიგრანტების მიმართ. 2024 წელს ლეიბორისტებმა მოიგეს არჩევნები და მათ 650 ადგილიდან პარლამენტში დაიკავეს 419, მეორე ადგილზე გავიდნენ კონსერვატორები 121 ადგილით, მესამეზე გავიდნენ ლიბერალ-დემოკრატები 72 ადგილით, მეოთხე ადგილზე გავიდნენ უკვე შოტლანდიელები, ეს გამოყოფის პარტია, მათმა 9 ადგილი აიღეს და ასე შემდეგ. ესე იგი, ბრიტანეთის პარლამენტში ახლა ძირითადად ზიან ხალხი, რომელიც აქტიურად მხარს უჭერენ მიგრაციას, მათ მიაჩნიათ, რომ ეს აუცილებელია, აგრეთვე მათ აქვთ მემარცხენე იდეები ძირითადად, ესეთი სოციალისტური რაღაცა მარქსისტული და პლუს აგრეთვე მრავალია სეპარატისტების ბრიტანეთის პარლამენტში, რომელსაც ფაქტობრივად სახელმწიფოს დაშლა უნდათ. ხოლო რაც შეეხება ანტიმიგრანტულ ძალებს, როგორიც არის მაგალითად Reform UK, რომელიც ალბათ ყველას გაუგონია, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა პარლამენტში, ისინი არ წარმოადგენენ რამე სერიოზულ ძალას. Reform UK-ს 650 ადგილიდან მხოლოდ 5 ადგილი აქვს პარლამენტში და 5 ადგილი ძალიან ცოტაა 650-დან. Reform UK ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი პარტია ახლა ბრიტანეთში ცოტა ძლიერი, რომელიც ეწინააღმდეგება მასობრივ მიგრაციას, უცხოელების შემოშებას, ინდოელების, პაკისტანელების და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ამ პარტიას არ აქვს დიდი მხარდაჭერა. ძირითადი მხარდამჭერები ასაკოვანი ხალხია. ასაკოვანი ინგლისელი ქრისტიანები. ახალგაზრდები ძირითადად ათეისტები და აგნოსტიკები არიან, მათ მოწონთ სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესული იდეები, მხარს უჭერენ მიგრაციას და ძირითადად ხმას აძლევენ ან ლეიბორისტებს, ან ლიბერალ-დემოკრატებს, ხანდახან კიდე კონსერვატორებსაც. ფაქტობრივად ესეთი ირონიული სიტუაციაა დღეს ბრიტანეთში, ერთადერთი პარტია, რომელსაც უნდა ბრიტანეთის ერთიანობის შენარჩუნება და მიგრანტების არ შემოშვება, ეს არის Reform UK. ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა ბრიტანეთში, რომელიც ასე თუ ისე ცდილობს შეენარჩუნოს ტრადიციული ბრიტანეთი, მაგრამ პარლამენტში თითქმის არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და ბრიტანეთში ძირითადად ინგლისში აქვს მხარდაჭერა. ინგლისის უფრო განცალკევებულ რაიონებში, სადაც მცირე დასახლებებია, პატარა სოფლები, რაიონები და ასე შემდეგ. დიდ რაღაცა ესეთ მეგაპოლისებში მაინც და მაინც დიდი მხარდაჭერა არ აქვს, იმიტომ რომ იქ ძირითადად მიგრანტები ცხოვრობენ. Reform UK-ის თითქმის არანაირი მხარდაჭერა არ აქვს შოტლანდიაში, უელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაში. იქ პოპულარული არის ლიბერალური და სეპარატისტული პარტიები და მაინც და მაინც დიდად არ მოწონთ ბრიტანული კონსერვატული იდეები. ეს ეგრეთ წოდებული კონსერვატორები, რომლებიც ბრიტანეთში საკმაოდ ძლიერად არიან, რეალობაში ჩვეულებრივი ლიბერალები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ფაქტობრივად მთელი პარტიული შემადგენლობა მიგრანტები და ლიბერალებით არის სავსე. მოდით ნახოთ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი რიში სუნაკის მმართველობის დროს, კონსერვატორების პარტია. ესე იგი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო პაკისტანელი რიში სუნაკი, რომელიც ნახევრად არის ინდოელი, ნახევრად პაკისტანელი წინაპრებით. შემდეგ გადავხედავთ ჯეიმს კლევერლის, რომელიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, სუელას, იგივე სუე ელენ ბრავერმანს, რომელიც იყო სხვადასხვა თანამდებობებზე და სხვადასხვა წლებში, კემი ბადენოკი, რომელიც აგრეთვე ვაჭრობას განაგებდა, წარმოშობით აფრიკელი. შემდეგ იყო ერაყელი არაბი, ნათიმ ზაჰავი. იგი სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა ხოლმე ბრიტანეთის მთავრობაში, მაგრამ სუნაკის მმართველობის პერიოდში პარტიის მდივანი იყო და კიდევ სხვაებიც იყვნენ ამ მთავრობაში, რომელთა უმეტესობა არ არის ადგილობრივი ინგლისელი. ახლა რაც შეეხება შემდეგ მთავრობას.
სუნაკის შემდეგ უკვე არის სტარმერის მთავრობა. სტარმერის მთავრობის პირობებში იუსტიციის მინისტრი იყო დევიდ ლემი, აფრიკელი. თვითონ მთავრობის ხელმძღვანელი სერ კეირ სტარმერი არის ლეიბორისტული პარტიის წევრი. იგი მემარცხენე იდეოლოგიის მხარდამჭერია, სოციალისტი, ათეისტი, მხარს უჭერს მიგრაციას და მულტიკულტურალურ იდეებს. და თავისი მინისტრთა კაბინეტი ძირითადად სხვადასხვა ეროვნების ხალხით დაკომპლექტდა. როგორც უკვე თქვი, დევიდ ლემი, იუსტიციის მინისტრი, რომელიც არის წარმოშობით აფრიკელი, ამ პოზიციაზე დაინიშნა 2025 წლის 5 სექტემბერს. თვითონ იგი უშუალოდ წარმოშობით არის გაიანადან, რომელიც ადრე ბრიტანეთის კოლონია იყო და იქ აფრიკელებს ასახლებდნენ ბრიტანელები, მაგრამ დაიბადა უშუალოდ ბრიტანეთში. სტარმერის მინისტრთა კაბინეტში აგრეთვე არის შაბანა მაჰმუდი, რომელიც წარმოშობით არის პაკისტანელი. იგი არის ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 2025 წლის 5 სექტემბრიდან. შემდეგ აგრეთვე ბრიტანეთის მთავრობაში არის კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრი ლისა ნენდი, რომელიც არის ინდოელი და ლეიბორისტული მემარცხენე პარტიის წევრი. ანუ როგორც ვთქვით, აქ უმეტესობა ლეიბორისტები არიან ახლა სტარმერის მთავრობაში, გამომდინარე რომ ლეიბორისტულ პარტიას აქვს უმრავლესობა აღებული. დორვეი, ჩეპმანი, ჩამპელი და სხვები ყველა ძირითადად არიან ლეიბორისტები და სხვადასხვა კოოპერატივების წევრები. ბრიტანეთის მთავრობაში ასევე მრავლად არიან შოტლანდიელები, უელსელები, ებრაელები, თუმცა ინგლისელების რაოდენობა შედარებით უფრო მცირეა. ანუ განსაკუთრებით მემარჯვენე ინგლისელების რაოდენობა, რომელიც დიდხანს არ არის. ახლა რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიტანეთში ხელმძღვანელობს, როგორც უკვე ვთქვი, შაბანა მაჰმუდი 2025 წლის 5 სექტემბრიდან, ხოლო შაბანა მაჰმუდი სანამ გახდებოდა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს პოსტი ეკავათ აგრეთვე სხვა მიგრანტებსაც. მოდი თვალი გადავალოთ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთა ჩამონათვალს. იგი 2025 წლის 5 სექტემბრიდან ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არის შაბანა მაჰმუდი. აქამდე იყო 2023 წლის 13 ნოემბრიდან 2024 წლის 5 ივლისამდე ჯეიმს კლევერლი. უფრო ადრე იყო სუელა ბავერმანი, რომელიც წარმოშობით ინდოელია. ის ორჯერ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ხოლო სუელამდე იყო პრიტი პატელი, რომელიც აგრეთვე არის სამხრეთი აზიიდან წარმოშობით. ნაწილობრივ ისიც ინდოელია. პრიტი პატელამდე კი იყო საჯიდ ჯავიდი, რომელიც წარმოშობით არის ახლო აღმოსავლეთიდან. იგი ეთნიკურად არის არაბი. ესე იგი 2018 წლიდან მოყოლებული 2025 წლამდე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთა უმეტესობა იყვნენ ეთნიკურად ან ინდოელები, ან პაკისტანელები, ან არაბები, ან აფრიკელები. და ხანდახან ერთიორობა გაეროდა ხოლმე შოტლანდიელი ან უელსელი. ინგლისელი შინაგან საქმეთა მინისტრი ფაქტობრივად ბრიტანეთს არყოლია უკვე 10 წლეულებია. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს ბრიტანეთში მიგრანტების შემოსვლა-გასვლას. ისინი ყველანაირად უჭერენ მხარს მიგრანტების შემოსვლას, ამიტომ მიგრანტების რაოდენობა ყოველთვის იზრდება და იზრდება ბრიტანეთში. გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად პოლიცია, სასაწყო დეპარტამენტი, თავდაცვა და ასე შემდეგ, რაც ეხება შინაგან საქმეებს, მთლიანად არის მიგრანტების კონტროლის ქვეშ. ისეთი მიგრანტების როგორც არიან შაბანა მაჰმუდი, სუელა ბრავერმანი, ჯეიმს კლევერლი, პრიტი პატელი, საჯიდ ჯავიდი და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება რელიგიას. რელიგიური თვალსაზრისით ბრიტანელების უმეტესობა არის ათეისტი ან აგნოსტიკი. ქრისტიანების უმეტესი ნაწილი არიან ასაკოვანი ხალხი. ახალგაზრდები ძირითადად ათეისტები არიან, ვინც ცხოვრობენ ურბანულ ზონებში, დიდ ქალაქებში. აგრეთვე ძალიან დიდი არის მუსულმანებისა და ჰინდუისტების, ესე იგი ინდუისტების რაოდენობა, რომელიც არიან ძირითადად მიგრანტები. მანამ სანამ ქრისტიანების რაოდენობა მცირდება, ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა იზრდება, ხოლო არარელიგიური, სეკულარული ახალგაზრდობა ნაკლებად მეძრეგილი ოჯახების შექმნისგან შესაბამისად მათი შობადობაც ნაკლებია, ხოლო მუსულმანებს და ინდუისტებს მაღალი შობადობა აქვთ, მათი რაოდენობა იზრდება
და დროთა განმავლობაში უკვე 10 წლებში სხვადასხვა ბრიტანულ ქალაქებში მათი რაოდენობა მიახლოებით 40-50% იქნება, თუ კიდევ უფრო მეტი არა. ეს მხოლოდ ჩრდილოეთი ირლანდია არის ასე თუ ისე რელიგიური. შოტლანდია ფაქტობრივად ნახევარზე მეტი ათეისტები და აგნოსტიკები არიან, ინგლისში თითქმის იგივე სიტუაციაა. ახლა კი მოდით გადავხედოთ თვალის სტატისტიკას. ოფიციალური მონაცემები სახელმწიფო უწყებებიდან. აგერ აქ ხედავთ რელიგიურ შემადგენლობას დიდ ბრიტანეთში. აგერ აქ მოყვანილი არის სტატისტიკა წლების მიხედვით. და ნათლად ჩანს, რომ იკლებს მოსახლეობაში რელიგიურობა. მოდით ახლა შევიდოთ ხელოვნურ ინტელექტს ცოტა დემოგრაფიული ხაზის კითხვები. Why religious people have big families? მოდით გავიგოთ, რას ფიქრობს ChatGPT იმასთან დაკავშირებით, თუ რატო ყავთ რელიგიურ ხალხს დიდი ოჯახები. კულტურული ნორმები, რელიგიური სწავლებანი, ასეულობები. რელიგია ასწავლის, რომ ოჯახის ყოლა არის კულტურული ნორმა. შესაბამისად, რელიგიურ საზოგადოებებში უფრო მეტი არის შობადობა. მოდით ახლა თვალი გადავალოთ სტატისტიკურ მონაცემებს. როგორც მე რუკაზე ხედავთ, რუსეთში, კანადაში, ჩინეთში და ევროპის ქვეყნებში საკმაოდ დაბალი შობადობაა, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ეს სახელმწიფოები ლიბერალურ კომუნისტურ პარადიგმაში არიან და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ათეისტი ან აგნოსტიკია. ChatGPT-ს თუ შევეკითხებით, უკავშირდება თუ არა ათეიზმის ზრდა დემოგრაფიულ კოლაფსთან, ის დაგვეთანხმება. ათეისტურ საზოგადოებაში რელიგია სრულად არ არის საჭირო. შესაბამისად, არ არის საჭირო დიდი ოჯახები, არ არის საჭირო შვილები და საზოგადოება უფრო სეკულარულია. მეტად განშორებული ასეთი რელიგიური ნორმებისგან. შესაბამისად, ლოგიკურად შობადობაც დაბალია. დაბალი შობადობის გამო კი დღეს ინგლისში 50-დან 60-მდე მოსახლეობის რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე 0-დან 5 წლამდე. ახლა მოდით გადავიდეთ ფინანსურ საკითხებზე. ვინ არიან ყველაზე მდიდარი ბრიტანელები? პირველ ადგილზე ბრიტანეთში Times-ის მონაცემებით არის ინდოელი მილიარდერი, რომელიც იკავებს 350-იან სიაში პირველ ადგილს და ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს მთელ ბრიტანეთში, გოპიჩად ჰინდუჯა. ის არის Times-ის მონაცემებით ყველაზე მდიდარი ბრიტანელი, ჰინდუჯას ჯგუფის ხელმძღვანელი და ბევრი ბრიტანელი პოლიტიკოსი მას აბრალებს იმას, რომ ის ბრიტანეთში ეხმარება პროინდური ძალების მთავრობაში მოსვლას და აფინანსებს მათ. თვითონ გოპიჩად ჰინდუჯას ხონება ფასდება მიახლოებით 37 მილიარდი ფუნტის სტერლინგით, მეორე ადგილს კი სიაში იკავებენ ძმები დევიდ და სიმონ რუბენები. ისინი აგრეთვე არიან ინდოეთიდან, ისინი დაიბადნენ ინდოეთში, თუმცა ისინი ეთნიკურად არ არიან ინდოელები, ისინი არიან არაბები, ბაღდადელი ებრაელები. მათ მიახლოებით 24-25 მილიარდამდე ფუნტი სტერლინგი აქვთ და იკავებენ მეორე ადგილს ბრიტანეთში შემოსავლებით. მესამე ადგილზე არის აგრეთვე საკმაოდ ცნობილი ოლიგარქი ლეონ ბლავატნიკი. ლეონ ბლავატნიკი არის ბრიტანეთში საკმაოდ გავლენიანი პიროვნება. იგი არის უკრაინელი ებრაელი, მას მიახლოებით 25 მილიარდი ფუნტი სტერლინგი აქვს. მეოთხე ადგილზე არის უკვე ჯეიმს დაისონი. ეს არის მე მგონი ერთადერთი ბრიტანელი, რომელიც მოხვდა ხუთეულში მდიდარი ბრიტანელების. იგი წარმოშობით არის ინგლისელი და მას აქვს მიახლოებით 21 მილიარდამდე ფუნტი სტერლინგი. მისი წინაპრები იყვნენ წარჩინებული მდიდარი ბრიტანელები, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ინგლისის ურბანულ ცენტრებში და ეს თანხა მას მემკვიდრეობით დარჩა. მეხუთე ადგილზე კი გვყავს 20 მილიარდი ფუნტი სტერლინგის მფლობელი იდან ოფერი, რომელიც წარმოშობით არის ებრაელი და ისრაელის მოქალაქე. აგრეთვე იგი მოღვაწეობს ბრიტანეთშიც. მერვე ადგილს იკავებს ბიზნესმენი სახელად ლაქშმი მიტალი, რომელიც წარმოშობით არის ინდოელი, კალკუტადან და ასე შემდეგ. ახლა ახალ გავაგზავნებ ამ ციფრიან საკითხს. როგორც ხედავთ, ბრიტანეთში უმეტესობა
ბიზნესმენები არიან ან ინდოელები, ან არაბები, ან ებრაელები, ან პაკისტანელები, ან კიდევ სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისევე როგორც მთავრობაში, აგრეთვე ეკონომიკაში ძირითადად უცხოელები დომინირებენ ბრიტანეთში. დაუბრუნდეთ ისევ ეთნიკურ შემადგენლობას. აგერ ეს არის ინგლისისა და უელსის რუკა 2021 წლის, სადაც პროცენტულად აღნიშნული არის ადგილობრივი ბრიტანელების შემადგენლობა მოსახლეობაში. დღესდღეობით 2021 წლის მონაცემებით 74.4% ინგლისისა და უელსის მოსახლეობის ერთად არის ადგილობრივი ბრიტანელი. ეს პროცენტი 93% იყო და ეს პროცენტი ახლა 2025 წელს ალბათ სავარაუდოდ უფრო ნაკლები იქნება კიდე. ახლა კი მოდით თვალი გადავალოთ წლების მიხედვით მოსახლეობის პროცენტულობის ცვლილებას და მოდით შევხედოთ აი ამ გრაფიკებს. როგორც თქვენ ხედავთ, ლონდონში 1961 წელს 97.7% მოსახლეობის იყო ადგილობრივი ბრიტანელი. 2021 წლის მონაცემებით უკვე ადგილობრივი ბრიტანელები შეადგენენ 36.8%-ს და ისიც აქედან უმეტესი ნაწილი არიან ასაკოვანი ხალხი. ახალგაზრდებში ეს პროცენტი უფრო დაბალია, 20 წლიანებში რაღაც 25-30% არიან ბრიტანელები ლონდონის მოსახლეობის, დანარჩენი კი რაღაც 60% არიან უცხოელები, სამხრეთი აზიელები, აფრიკელები, სამხრეთი ამერიკელები და ასე შემდეგ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული მიგრანტები. როგორც თქვენ კარგად ხედავთ ამ გრაფიკზე, ლურჯად აქ აღნიშნული არის ადგილობრივი მკვიდრი ბრიტანელების მოცემულობა და ასაკოვანი შკალის მიხედვით ნელ-ნელა უფრო დაბლა მოიწევს. ესე იგი, 80-90 წლისები უფრო მაღალზეა, მაგრამ 20-10 წლისები უკვე დაბალზეა. 1961 წელს 97.7% იყო აქ ევროპული წარმომავლობის, ახლა კი მხოლოდ 36%-ია მიახლოებით. ეს მონაცემები არის ავთენტური და აღებული არის ოფიციალური წყაროებიდან, აგერ თქვენ ხედავთ ლინკებს, ეს არის სახელმწიფო აღწერის მონაცემები, ბრიტანეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული, რომ აქ ყველაფერი არის გადამოწებული ინფორმაციაზე დაფუძნებული. 1971 წელს ადგილობრივი მკვიდრი ბრიტანელების რაოდენობა ლონდონში იყო 6.500.000 კაცი, რაც შეადგენდა მოსახლეობის 87%-ს. 2001 წლის მონაცემებით ადგილობრივი მკვიდრი ბრიტანელების რაოდენობა არის 4.267.000 კაცი, რაც შეადგენს მიახლოებით 60%-ს მოსახლეობის. 2011 წლის მონაცემებით კი ეს პროცენტი უკვე ჩამოსულია სადღაც 3.700.000 კაცზე, რაც არის უკვე მიახლოებით 45%. 2021 წლის მონაცემებით კი ბრიტანელების რაოდენობა ლონდონში არის მიახლოებით 3.200.000 კაცი, რაც არის მიახლოებით 26.8%. ეს პროცენტი წლიდან წლამდე იკლებს, 2025 წელს ალბათ კიდევ უფრო ნაკლები არის ბრიტანელების რაოდენობა და ეძებეგოს 15%-ად ჩამოსვლა ქვემოთ. 2100 წლისათვის კი შეიძლება ცოტა ბრიტანელები აღარ იყვნენ ლონდონში. ალბათ რაღაც იქნებიან 5-10%. კვლავ ვიმეორებ, ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ბრიტანელების უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა არიან სეკულარულები, ძირითადად არ ქმნიან ოჯახებს, ან თუ ქმნიან ისე ძალიან მოგვიანებით 30 წელს მაღლა, არ ყავთ ბევრი შვილები, ერთი ან ორი, ხოლო მიგრანტები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, ძირითადად არიან საკმაოდ რელიგიურები და ოჯახურები, მათ 3 და 4 შვილი ყავთ. შესაბამისად, მათი რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება. ანუ ისინი იკავებენ უკვე პროცენტულად ქალაქს. და ეს უკვე დროის საკითხია, როდის დაიკავებენ ისინი მთელ ლონდონს. შეიძლება ინგლისსაც. აქვე ჩანს ახლა როგორ იზრდებოდა ინდოელების რაოდენობა ბრიტანეთში და ლონდონში კონკრეტულად, პაკისტანელების, ბანგლადეშელების, ჩინელების, აფრიკელების, კარიბის ზღვის აუზის წარმომადგენლების, ლათინოამერიკელების და ასე შემდეგ. ახლა დემოგრაფიიდან მოდით კვლავ გადავიდეთ პოლიტიკაში. ბრიტანეთში, როგორც მე უკვე ვთქვი, ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი არის მიგრანტი. ან ისინი, ვინც ადგილობრივები არიან ბრიტანელები, ძირითადად არიან ლიბერალური, სეკულარული, ათეისტური ესეთი შეხედულებების მიმდევრები. რაც შეეხება ახლა კონსერვატორებს, უფრო ესეთ რელიგიურ ხალხს, რაც ტრადიციულ საზოგადოებას, ისინი უფრო ძირითადად ასაკოვანი ხალხი არიან და ეს ჩანს პარტიების ხადაჭერაზეც. ახლა გადავხედოთ, მოდით, რა ასაკის ხალხი უჭერს რა პარტიას მხარს, აგერ 18-ან 24 წლამდე
ბრიტანელები ძირითადად მხარს უჭერენ ლეიბორისტებს 33%, 25% მხარს უჭერს მწვანეთა პარტიას, 21% ლიბერალ დემოკრატებს. ანუ როგორც ხედავთ, ძირითადად მხარდაჭერა არის ლეიბორისტული რაღაცეთი მწვანეთა პარტიები, იქეთ ეს ლიბერალ დემოკრატები, ну მემარცხენე ძალები. და Reform UK-ს, რომელიც ესე იგი ეწინააღმდეგება მიგრანტების მასობრივ შემოსვლას, რაღაცეთი მემარჯვენე შეხედულებები აქვს, რუსეთი ქრისტიანული ტრადიციული შეხედულებები, 18-დან 24 წელს ბრიტანელების მხოლოდ 9% უჭერს მხარს. ძირითადი მხარდაჭერთა ბაზა Reform UK-ს არის ასაკოვანი ხალხი, აი 65 წელს გადაცილებული. უკვე 35% უჭერს Reform UK-ს მხარს. 50-დან 64 წლამდე რაღაც 29% უჭერს მხარს, 25-დან 59-მდე 33 და 65 წელს გადაცილებულ ხალხში საკმაოდ ესეთი დაბალი პროცენტები აქვს ლეიბორისტებს, მწვანეთა პარტიას 6% აქვს. იქეთ ლიბერალ დემოკრატებს 14% აქვს. ძირითადად ასაკოვანი ბრიტანელები, რომლებიც უფრო რელიგიურები არიან და უფრო მაღალი არის პროცენტული რაოდენობა მათში ქრისტიანების, მხარს უჭერენ ან Reform UK-ს, ან ხანდახან კონსერვატორებსაც. ბრიტანეთში კიდევ ყველაზე ძლიერი ანტი-მიგრანტული პარტია არის სწორედ ასე Reform UK. სხვა დანარჩენი პარტიები Heritage Party, Homeland Party, British National Party და სხვები უფრო სუსტები არიან, არ აქვს დიდი მხარდაჭერა. ზოგიერთი მათგანი საერთოდ დაიშალა, ზოგიერთი მათგანი საერთოდ სხვა პარტიებს შეუერთდა. ერთადერთი რეალური პარტია, რომელიც რაღაცნაირად მაინც ეწინააღმდეგება მიგრანტების შემოსვლას, ეს არის Reform UK. და როგორც უკვე ხვდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პარტიის მხარდაჭერა საკმაოდ დაბალია, Reform UK-ს არ აქვს დიდი გავლენები ბრიტანეთის ლორდთა პალატაში და არც სხვა საკანონმდებლო ორგანოებში. შოტლანდიის პარლამენტში 1 ადგილი აქვს 129-დან, ლორდთა პალატაში 0, ლონდონის ასამბლეაში 25-დან 1, ქვედა პალატაში პარლამენტის 650 ადგილიდან 5 ადგილი უკავიათ. 5 ადგილით კი ამ პარტიას ფიზიკურად არ შეუძლია მიიღოს ან მხარი დაუჭიროს რაიმე ანტიმიგრანტულ კანონებს. იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ თუ რა ვითარებაში იმყოფება დღეს ბრიტანეთი, მოდით შევადაროთ საქართველოს. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მოსახლეობის მხოლოდ 35% იყოს ქართველი. შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს პაკისტანელი. ისევე როგორც დედაქალაქის მერი, იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტში ძირითადი ნაწილი მემარცხენეებს ეკავოთ და ლიბერალებს. პრემიერ-მინისტრი იყოს ინდოელი ან პაკისტანელი. ახალშობილების მიახლოებით 50% უცხოელი იყოს. და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ საქართველოს ასეთ ვითარებაში. და ამ დროს ერთადერთი პარტია, რომელსაც სურს, რომ დაიწყოს თავისი ქვეყანა, შეაჩეროს მიგრანტთა კრიზისი და შეენარჩუნოს ტრადიციული, მკვიდრი ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა, იღებდეს ხმებს მხოლოდ ასაკოვანი ხალხისგან. ესეც ძალიან მცირე რაოდენობით. ბრიტანეთში სწორედ ასეთი სიტუაციაა. ლონდონის ცენტრალურ უბნებში ბრიტანელები უკვე ეთნიკური უმცირესობა არიან. 2001 წელს ლონდონის ცენტრში თეთრკანიანი ევროპელები, ბრიტანელები და სხვადასხვა ევროპელი მიგრანტები შეადგენდნენ მოსახლეობის მიახლოებით 25-50%-ს. 2021 წლის მონაცემებით კი ისინი 25%-ზე დაბლა არიან. დღეს ლონდონში ევროპელების რაოდენობა მხოლოდ გარეუბნებში თუ არის დიდი, ისიც 50-60%. ფაქტობრივად ლონდონის არც ერთ უბანში ევროპელები არ შეადგენენ მოსახლეობის 90-100%-ს. ლონდონის დასავლეთ ნაწილში მოსახლეობის მიახლოებით 30-40 ან ხანდახან 50%-იც კი სამხრეთი აზიიდან არის, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და სხვა სამხრეთი აზიის სახელმწიფოებიდან. მათი რაოდენობა აგრეთვე დიდი არის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ რეგიონებშიც, ხოლო ახლა კი მათ სამხრეთში დაიწყო დასახლება. ლონდონის მერი კი 2016 წლის 9 მაისიდან დღემდე წარმოშობით პაკისტანელი, სადიკ ხანია. 2026 წელს უკვე 10 წელი შესრულდება, რაც იგი ლონდონს ხელმძღვანელობს. ამასთან ერთად ბუნებრივია იგი ლობირებს მიგრანტებს, იცავს მათ ინტერესებს და ეხმარება მათ ფეხი მოიკიდონ ლონდონში. სწორედ ამიტომ მიგრანტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
ლონდონის რამდენიმე ცენტრალურ უბანში ადგილობრივი ბრიტანელების რაოდენობა უკვე მიახლოებით 1-დან 10%-მდეა, მაქსიმუმ 20 ან 25. ეს ტერიტორია უკვე მთლიანად მიგრანტების ხელშია. ბრიტანელები, როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად შემოგარენში ცხოვრობენ, ლონდონის გარეუბნებში ან ლონდონის შემოგარენში არსებულ სოფლებში. ამ პრობლემებთან ერთად, ბრიტანეთს აგრეთვე სერიოზული სეპარატიზმის პრობლემებიც აქვს. 2014 წლის 18 სექტემბერს შოტლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი. შოტლანდიის მაცხოვრებლების 44.7%-მა ხმა მისცა შოტლანდიის გამოყოფას ბრიტანეთისგან. ფაქტობრივად შოტლანდიელების თითქმის ნახევარი მხარს უჭერს ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოსვლას. სწორედ ამიტომ შოტლანდიაში პოპულარული არის ისეთი პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ლონდონის პოლიტიკას შოტლანდიაში. განსაკუთრებული პოპულარულობით შოტლანდიური სეპარატიზმი სარგებლობს მის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ბუნებრივია ადგილობრივი ინგლისელების რაოდენობა ნაკლებია. ბრიტანელების შემადგენლობაში ყოფნას ძირითადად სამხრეთი შოტლანდიის მოსახლეობამ დაუჭირა მხარი, ხოლო მათ, ვინც ცენტრში ცხოვრობს ან ჩრდილოეთში, გამოყოფას დაუჭირეს მხარი. შოტლანდიაში აგრეთვე სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, მას შემდეგ რაც ისინი გამოვლენ ბრიტანეთის შემადგენლობიდან. ხოლო Reform UK არის პარტია, რომელიც მთავარი ინიციატორი იყო ბრიტანეთის გამოსვლისა ევროკავშირიდან. შესაბამისად, შოტლანდიაში Reform UK-ს მხოლოდ 1 ან 2% თუ უჭერს მხარს. ეს პარტია შოტლანდიაში აღიქმება როგორც უცხო და მტრული პარტია. როგორც შედეგები ჩანს, 1,617,999 შოტლანდიელმა მხარი დაუჭერა გამოსვლას, 2,1926,000 კი არა. აირჩია პასუხად. აქ უკვე რეგიონებია მოცემული ქვემოთ შოტლანდიის. ახლა დავუბრუნდეთ კვლავ არჩევნებს. როგორც ხედავთ, Reform UK-ს თითქმის არ აქვს არანაირი ხმები აღებული შოტლანდიაში და ფაქტობრივად იგივე სიტუაცია უელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. აქაც საკმაოდ პოპულარულია სეპარატისტული იდეები. Reform UK-ს მხარდამჭერთა ძირითადი ნაწილი ასაკოვანი ქრისტიანი ტრადიციონალისტი ინგლისელები არიან. შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში და უელსში სეპარატისტების პარტიები არიან წინა პლანზე გამოსული. საშუალო ასაკის მოსახლეობა მხარს უჭერს კონსერვატორებს ან ლიბერალებს, ხოლო ახალგაზრდები ძირითადად მემარცხენეების მხარეს არიან, ლეიბორისტების, ლიბერალების ან თუნდაც სოციალისტების. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში ძალზე ძლიერია სეპარატისტული იდეები. ჩრდილოეთ ირლანდიაში არჩევნებში ძირითადი ხმები Sinn Féin-მა აიღო. ეს პარტია მხარს უჭერს ჩრდილოეთ ირლანდიის გამოსვლას ბრიტანეთის შემადგენლობიდან ან დიდი ავტონომიის აღებას. პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი საერთოდ მოითხოვს ირლანდიასთან შეერთებას. მათ საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ არჩევნებზე, ხოლო უშუალოდ პარტიის ძირითადი იდეოლოგია ირლანდიური რესპუბლიკანიზმია. იდეოლოგია გარკვეულწილად დაფუძნებულია კელტური იდენტობის შენარჩუნებაზე და ანგლოსაქსონების ექსპანსიის გაჩერებაზე. მსგავსი იდეები აქვს შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგები აიღო არჩევნებზე, ფაქტობრივად შოტლანდიის პარლამენტის ნახევარი მათ უკავიათ. მათაც აგრეთვე სურთ გამოვიდნენ ბრიტანეთის შემადგენლობიდან ან ძალიან დიდი ავტონომია აიღონ, კონფედერაციასავით. იგივე სიტუაცია არის უელსშიც, სადაც მწვანეთა პარტია აგრეთვე გამოყოფას უჭერს მხარს. უელსშიც აგრეთვე ადგილობრივმა სეპარატისტულმა პარტიამ საკმაოდ კარგი შედეგები აიღო და თან ისინი მემარცხენე ძალებთან არიან გაერთიანებულები, მწვანეებთან, სოციალისტებთან, ლეიბორისტებთან და ასე შემდეგ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბრიტანეთი ძირითადად დაყოფილია მემარცხენე, ცენტრისტ, სეპარატისტ და ერთი პატარა მემარჯვენე პარტიის შორის. და კიდე რაღაცა პატარ-პატარა პარტიები არიან, ძირითადად ეს არის სატელიტები ამ დიდი პარტიების. დიდი ქალაქები კი ლეიბორისტებს უკავიათ. იგივე ლონდონს თუ ავიღებთ მაგალითად, იქ სადიქ ხანი არის უკვე მერი. ფაქტობრივად აგერ უკვე 10 წელი. ხოლო სადიქ ხანი კი არის ლეიბორისტული პარტიის წევრი, იგი მემარცხენე არის, წარმოშობით პაკისტანელია, ეს არ არის ადგილობრივი ინგლისელი და 10 წელი მართავს ლონდონს, მუსულმანი სოციალისტი პაკისტანელი.
ამ 10-წლიანი მმართველობის განმავლობაში სადიქ ხანმა დაიწყო კორუფცია, ჩინოვნიკების მოსყიდვა. გავლენიან თანამდებობებზე ნელ-ნელა ნიშნავს პაკისტანელებს, ინდოელებს, აფრიკელებს, არაბებს და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. ბრიტანეთის შიგნით ყალიბდება მიგრანტული სახელმწიფო. ეს უფრო და უფრო აძლიერებს ლეიბორისტების ძალაუფლებას. ბუნებრივია მიგრანტები მხარს დაუჭერენ იმ პარტიას, რომელიც მხარს უჭერს მათ შემოსვლას ბრიტანეთში, ხოლო ადგილობრივი თეთრი ქრისტიანი ევროპელი ბრიტანელების რაოდენობა მცირდება და მცირდება წლიდან წლამდე. მემარცხენეები კი ძლიერდებიან ახალგაზრდა ლიბერალების ხარდაჭერით და მუდმივად ზრდადი მიგრანტების რაოდენობით, რომელთა რაოდენობაც ფაქტობრივად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამასთან ერთად სადიქ ხანი აგრეთვე მფარველობს პაკისტანელ კრიმინალებს ლონდონში. ლონდონში, ისევე როგორც სხვა ბრიტანულ ქალაქებში, უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ორგანიზებული პაკისტანური ჯგუფები სექსუალურად ავიწროებენ ბრიტანელ ახალგაზრდებს. ჟურნალისტური გამოძიებები კი ადასტურებენ, რომ ამას პაკისტანური ელიტა მფარველობს. მიგრანტთა შემოსვლასთან ერთად ბრიტანეთში საკმაოდ გაიზარდა კრიმინალიც. თუ გადავავლეთ თვალს სტატისტიკურ მონაცემებს, მას შემდეგ, რაც 2000-იან წლებში ბრიტანეთში დაიწყეს მიგრანტების მასობრივი შეშვება, კრიმინალი საგრძნობლად გაიზარდა. ხოლო მთავრობაში კი ლეიბორისტები არიან, მემარცხენეები, პაკისტანელები, ინდოელები, აფრიკელები. ისინი ბუნებრივია მფარველობენ მიგრანტებს, ხოლო ვინც კი რამე სიტყვის, მას რასისტს ეძახიან. ლონდონის საქალაქო ანსამბლეაში Reform UK-ის მხოლოდ ერთი ადგილი აქვს 25 ადგილიდან. 11 ადგილი აქვს ულტრამემარცხენე ლეიბორისტულ პარტიას, მწვანეებს 3 ადგილი აქვს, ცენტრისტ კონსერვატორებს 8 ადგილი აქვს, ლიბერალ დემოკრატებს 2. ახლანდელი ბრიტანული კონსერვატიული პარტია, როგორც უკვე ვთქვი, ეს ფაქტობრივად არცაა კონსერვატიული და არც ბრიტანული. მათი წარმომადგენლები ხან აფრიკელები არიან, ხან ინდოელები და უკვე არანაირი კონსერვატიზმი აღარ არის. ეს პარტია არის ჩვეულებრივი ცენტრისტული პარტია. ერთადერთი რეალურად მემარჯვენე პარტია ბრიტანეთში დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ Reform UK. დანარჩენი ყველა პარტიები არიან მემარცხენეები, ცენტრისტები ან საერთოდ სეპარატისტები. თუ წლების მიხედვით გადავხედავ სტატისტიკას ლონდონში ხმის მიცემის, ჩვენ ვხედავთ, რომ ლეიბორისტების პროცენტული რაოდენობა იზრდება. ესე იგი, რაც უფრო იზრდება მიგრანტთა რაოდენობა, წითელი ფერი უფრო იზრდება რუკაზე. აგერ წითელი ფერი ეს არის ლეიბორისტები რუკაზე ლონდონში, ყვითელი არის აგერ ლიბერალ დემოკრატები, ლურჯი კონსერვატორები, ცენტრისტები. ლონდონის ლორდ ლეიტენანტიც აგრეთვე არის მიგრანტი, რომელიც მეფის წარმომადგენელია ლონდონში, არც მეტი და არც ნაკლები. ესე იგი, პირდაპირ მონარქს უკავშირდება და ისიც კი მიგრანტია. ბრიტანეთის მონარქი ჩარლზ მესამე აგრეთვე საკმაოდ მობიერია მიგრანტების მიმართ. სწორედ ამიტომ ლონდონის ლორდ ლეიტენანტად მათ დანიშნეს განეთ აფუნეზიოლისა, რომელიც წარმოშობით არის ნიგერიელი. ეს ნიგერიელი კაცი ახლა წარმოადგენს ბრიტანეთის მონარქს ლონდონში, სადაც მერი არის პაკისტანელი, ხოლო ფინანსური ელიტები კი ძირითადად ინდოელები და ევრეელები. ახლა მოდი გადავხედოთ ბრიტანეთის ქალაქებს, ანუ ქალაქების ჩამონათვალი არის აგერ მოსახლეობის მიხედვით, ყველაზე დიდი ქალაქები, ყველაზე პატარა ქალაქები და ასე შემდეგ. ლონდონში უკვე იცით რა სიტუაციაც არის და რაც ხდება. მან ფაქტობრივად ბრიტანელები უმცირესობაში არიან უკვე 36.8% შემორჩა. ახლა მინდა თვალი გადავავლოთ, მოდით სხვა ქალაქებსაც. აბა ბრიტანეთის სხვა ქალაქებში რა სიტუაცია არის? ეთნიკური შემადგენლობა და ასე შემდეგ. აი, მიდლენდის ეთნიკურ შემადგენლობას უყურებთ ახლა ჩვენ. ხედავთ აგერ როგორ მცირდება თეთრკანიანთა რაოდენობა 85%, მერე აგერ 67, 57. უკვე ფაქტობრივად თეთრები ბრიტანელები მოსახლეობის მხოლოდ ნახევარში ადგენენ იქ. სამაგიეროდ მიგრანტთა რაოდენობა ტრადიციულად იზრდება და იზრდება. ფაქტობრივად იგივე სიტუაცია არის ლონდონში. ახლა მოდით ნახოთ რა სიტუაციაა მანჩესტერში. მანჩესტერში 1971 წელს მიახლოებით 97.9% იყო ბრიტანელი, თეთრკანიანი. ახლა კი ეს პროცენტი ჩამოვიდა 74.4%-ზე. აქედან ბრიტანელები არიან სადღაც 71.3. მიგრანტების რაოდენობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. იორკშაირში აგრეთვე მიახლოებით იგივე სიტუაცია არის. აქაც მიგრანტების რაოდენობა საკმაოდ იზრდება. ადგილობრივი ბრიტანელების რაოდენობა კი მცირდება და მცირდება.
ბრიტანელები ადრე სადაც 94% იყვნენ, ახლა უკვე სადაც 72-ზე ჩამოდიან. მიგრანტების რაოდენობა 4-დან 16-მდე გაიზარდა. იგივე ხდება ჩრდილო-დასავლეთ ინგლისშიც. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, დიდი ქალაქები უკვე ძირითადად მიგრანტების ხელშია რა. ახალგაზრდა თავება განსაკუთრებით, სადაც 40-50% ახალშობილები მიგრანტები არიან. ამ ქალაქების მერთა უმრავლესობაც ან ლეიბორისტია, ან რომელიმე სხვა მემარცხენე პარტიის წევრი, ლიბერალ-დემოკრატები, მწვანეები და ასე შემდეგ. ისინი ბუნებრივია მხარს უჭერენ ინკლუზიურ პოლიტიკას, ღია საზღვრებს და უმარტივებენ მიგრანტებს ქვეყანაში შემოსვლას. ბრიტანეთის პარლამენტი ძირითადად დაკომპლექტებული სწორედაც რომ მემარცხენეებით და ნაწილობრივ ცენტრისტებით, შესაბამისად დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. ბრიტანელ ახალგაზრდებს შორის კი ყველაზე პოპულარული პარტიები არის მწვანეთა პარტია, ლეიბორისტული პარტია და ლიბერალ-დემოკრატული პარტია. ლორდთა პალატაში ძირითადად ლეიბორისტები არიან, მერე მოდიან უკვე კონსერვატორები, ცენტრისტები, შემდეგ რაღაცა გარკვეული ნაწილი უკავიათ იქეთ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას, დემოკრატიულ ალიანსს, სეპარატისტებს, რეფორმი უკვე საერთოდ არ არის წარმოქმნილი ლორდთა პალატაში, ერთი წარმომადგენელი კი არ აყავთ. როგორც უკვე თქვი, ესე იგი პარლამენტი ფაქტობრივად მემარცხენეების და ცენტრისტების ხელშია. და ნუ ახალი თანამდებობაც ძირითადად მათ მხარეს არის. სხვათა შორის ბრიტანეთში დღეს მიმდინარე მოვლენები მახსენებს ამერიკაში მიმდინარე Great Migrations, დიდ მიგრაციას, რომელიც მიმდინარეობდა 1916-1960 წლებში, როდესაც შავკანიანი ამერიკელები სამხრეთის შტატებიდან გადასახლდნენ ჩრდილოეთში. და ამ დროს იყო ჩიკაგოს დასახლება, რაღაცა კალიფორნია, ნიუ-იორკი. ამაზე უფრო დეტალურად მე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. ბუნებრივი აქვე არ შეიძლება არ ვახსენო ის, რაც მოხდა რომის იმპერიაში, ის მიგრაციული ტალღები, რაც წამოვიდა ჩრდილოეთიდან, რომელმაც საბოლოო ჯამში გაანადგურა რომი. გავიხსენოთ ვანდალები, ფრანკები, ვესტგოთები, ოსტგოთები, ჰუნები და ასე შემდეგ. სწორედაც რომ ამ ტომების მიგრაციებმა საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ რომის იმპერია დაიშალა. ამიანუს მარკელინუსი წერდა, რომ გოთებმა გადმოკვეთეს მდინარე დუნაი თავიანთ ოჯახებთან ერთად და შემოვიდნენ რომში, სადაც ისინი დასახლდნენ. და მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ როგორც ამიანუსი ამბობს, ისინი წყალდიდობასავით მოედნენ რომის პროვინციებს. საბოლოო ჯამში კი ბარბაროსების რაოდენობამ რომელების რაოდენობას გადაუსწრო. რომელები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობაში მოექცნენ, შედეგად კარგავენ იმპერიას. იგივე ამიანუს მარკელინუსი წერდა, რომ ბარბაროსების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ მათ საბოლოო ჯამში რომი დაიმორჩილეს. სწორედ ეს იყო რომის იმპერიის დაშლის მთავარი მიზეზი. რომელების რაოდენობა შემცირდა, მანამ სანამ კი რომელების რაოდენობა მცირდებოდა, ბარბაროსების რაოდენობა იზრდებოდა. შედეგად კი მათ დაიპყრეს რომის მიწები. იგივე მოხდა ბრიტანეთში. ბრიტანეთი რომის კონტროლის ქვეშ იყო. მისი ცენტრი კი ლონდონიუმი იყო, რომაელების ქალაქი. მანამ სანამ გერმანიიდან და დანიიდან შემოიჭრნენ საქსონები, ანგლონები და იუტები, გერმანული მოდგმის ტომები. მათ რაოდენობრივად გადააჭარბეს რომელების რაოდენობას, დაიმორჩილეს ეს ტერიტორია და იქ ინგლისი ჩამოაყალიბეს, საკუთარი სამეფო. 21 საუკუნეში ალბათ ეს ისტორია მეორდება. ხოდა ახლა გერმანული ტომების მაგივრად ევროპას ინდუელები, პაკისტანელები, აფრიკელები, ლათინოსები და არაბები იპყრობენ. მასობრივი მიგრაცია გლობალური სამხრეთის მიწებიდან დიდი ალბათობით გამოიღებს ევროპისათვის იმავე შედეგს, რა შედეგიც რომისათვის გამოიღო. ევროპა უბრალოდ განადგურდება. მის ადგილას კი ჩამოყალიბდება ჭყალებში ბარბაროსული სამეფოები, როგორც რომის ადგილას ჩამოყალიბდა ვესტგოთთა სახელმწიფო, ოსტგოთთა სახელმწიფო, ფრანკების სახელმწიფო და ასე შემდეგ. ბრიტანეთის დიდი ქალაქები უკვე მიგრანტებს უკავიათ. ახალშობილების მიახლოებით 50% აგრეთვე მიგრანტია. ძალაუფლებაც მათ ხელშია. ლონდონის მერი, ოპოზიციის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სხვები ყველა მიგრანტები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრანტებმა 2018 წელს დაიკავეს. 2018 წლიდან მოყოლებული 2026 წლამდე ბრიტანეთის არც ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი არ ყოფილა ინგლისელი. ყველა ან არაბი, ინდოელი, პაკისტანელი ან ებრაელი იყო. 2018 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის
24 ივლისამდე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი იყო, წარმოშობით პაკისტანელი, პენჯაბიდან. მის შემდეგ ამ პოსტს იკავებს პრიტი პატელი. პრიტი პატელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო 2019 წლის 24 ივლისიდან 2022 წლის 6 სექტემბრამდე. წარმოშობით პრიტი პატელი ჩრდილოეთი ინდოეთიდანაა, გუჯარატიდან. პრიტი პატელის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა სუელა ბავერმანი. წარმოშობით სამხრეთი ინდოეთიდან, ტამილი. იგი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 13 ნოემბრამდე. 2023 წლის 13 ნოემბრიდან 2024 წლის 5 ივლისამდე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იყო. წარმოშობით დასავლეთ აფრიკული სახელმწიფო სიერა ლეონიდან. მის შემდეგ თანამდებობა შოტლანდიელმა ივეტ კუპერმა დაიკავა, სეპარატისტმა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2024 წლის 5 ივლისიდან 2025 წლის 5 სექტემბრამდე, ხოლო 2025 წლის 5 სექტემბერს ამ თანამდებობაზე დაინიშნა შაბანა მაჰმუდი, წარმოშობით პაკისტანელი. და დღესაც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არის შაბანა მაჰმუდი. როგორც ხედავთ, თითქმის ყველა შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიტანეთში 2016 წლიდან მოყოლებული 2026 წლამდე წარმოშობით ან ინდოეთიდან იყო, ან აფრიკიდან, ან პაკისტანიდან. აგრეთვე ერია რამოდენიმე შოტლანდიელი. სწორედაც რომ ისინი მფარველობენ მიგრანტთა მასობრივ შემოსვლას ბრიტანეთში. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს საზღვარს და პოლიციას, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს კი აკონტროლებენ მიგრანტები. შესაბამისად, პაკისტანელები, ინდოელები და აფრიკელები შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბუნებრივია ლობირებენ თავიანთ თანამემამულეებს და ყველანაირად ხელს უწყობენ მათ შემოდინებას ბრიტანეთში. სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე მიგრანტების რაოდენობა იზრდება ბრიტანეთში. მაღალ შობადობასთან ერთად ემატება ისიც, რომ მათ ყოველ წელს უშვებენ ბრიტანეთში. თან არა რამოდენიმე ათეულობით ათასს, არამედ ასეულობით ათასობით ადამიანს, შეიძლება მილიონზე მეცაც. არალეგალებზე ინფორმაცია არც არსებობს. ჩვენ ზუსტად რაც ვიცით ლეგალური წყაროებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მიახლოებით 11-12 მილიონი მიგრანტი არის ახლა ბრიტანეთში. თუმცა ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნება, ვინაიდან არალეგალები არცაა ცნობილი რამდენი არიან. რომშიც აგრეთვე ბარბაროსები ეხმარებოდნენ თავიანთ თანატომელებს რომის ტერიტორიაზე შემოსვლაში. დასავლეთ რომს, მანამ სანამ იგი შეწყვეტდა თავის არსებობას, აგრეთვე ფაქტობრივად ბარბაროსები განაგებდნენ. მაგალითად, ფლავიუს სტილიქონი წარმოშობით იყო ბარბაროსი. იგი ვანდალთა ტომიდან იყო. სწორედ იგი განაგებდა ფაქტობრივად დასავლეთ რომს მის უკანასკნელ წლებში. ამ დროს მომრავლდა ბარბაროსების რაოდენობა რომის ხელმძღვანელობაში. მაგისტროსები, პრეფექტები და პროკურორები თითქმის ყველა ბარბაროსები იყვნენ. ჯარშიც ბარბაროსების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. ბარბაროსების რაოდენობის ზრდასთან ერთად რომის გავლენამაც იკლო, საბოლოო ჯამში რომელებმა დაკარგეს ძალაუფლება და ბარბაროსების ურდომ გადაუარა რომს. ბრიტანეთშიც, როგორც ხედავთ, ისტორია მეორდება. ბრიტანელებიც, აგრეთვე როგორც რომაელები, რაოდენობით მცირდებიან, შობადობა დაბალია, მიგრაცია მაღალია, მიგრანტები ყოველთვის შემოდიან და შემოდიან მუდმივად, მათ მფარველობენ თავიანთივე თანამემამულეები ბრიტანეთის მთავრობაში, ახალგაზრდები ძირითადად ათეისტები არიან, ან საერთოდ არ არიან ბრიტანელები, შობადობა კატასტროფულად დაბალია, ოჯახები არ იქნება, ტრადიციული სოციალური სტრუქტურა მთლიანად ჩამოიშალა, ლონდონს უკვე 10 წელია მიგრანტი მართავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე 10 წელია მიგრანტების ხელშია, ყველაზე მდიდარი ხალხიც აგრეთვე უცხოელები არიან. ამ ყველაფერთან ერთად, ყოველწლიურად ბრიტანელების რაოდენობა მცირდება ყველა ბრიტანულ რეგიონსა და ქალაქში. აგერ აქ თქვენ ხედავთ სიას, ბრიტანული დასახლებული პუნქტების, აქვე არის მითითებული წლები ზემოთ, ეს არის მოსახლეობის აღწერის მონაცემები და პროცენტებში მიწერილი არის, ეგეთ აღნიშნულია ბრიტანელებისა და ირლანდიელების რაოდენობა.
ლონდონში 1961 წელს 94.5% მოსახლეობის იყვნენ ბრიტანელები და ირლანდიელები, 2021 წელს 38.6%-იღაა. ახლა 2022-ს უფრო დაკლები იქნება, 2011-ში 47% იყო, ყოველწლიურად მინიმუმ 1-2% მაინც აკლდება მოსახლეობის. საერთოდ ბრენდში საერთოდ 17.9%-ზე ჩამოვიდა. ხედავთ აქ რომელიღაცა ზოგიერთ ქალაქებში, რაღაც 20-30%-იც კი არის ხანდახან ბრიტანელების რაოდენობა. საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ჩასული ინდოელები და პაკისტანელები. და უკვე სადღაც 2050 წლისათვის ჩვენ მივიღებთ ესეთ რაღაცა მულტიკულტურულ საზოგადოებას, სადაც ყველა ერი იქნება ერთმანეთში ატკვეპილი, ინდოელები, პაკისტანელები, არაბები, ძირითადად იქნებიან ათეისტები, რაც ლიბერალური იდეოლოგია იქნებათ, რაც მარქსისტებს უნდათ უკვე 10 წლეულების განმავლობაში. ხო და ბოლოს ახლა რო შევაჯამოთ ხო ახლა ეს ყველაფერი, სიტუაცია არის ახლა როგორი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, შინაგან საქმეთა მინისტრები, თავდაცვის მინისტრები და ასე შემდეგ. ძირითადად არიან მემარცხენეები, ლიბერალები ან საერთოდ მიგრანტები, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, აფრიკიდან, ან სხვადასხვა ქვეყნებიდან. ლონდონში უკვე ბრიტანელები ეთნიკურ უმცირესობაში არიან. ახალშობილთა მიახლოებით 50% ბრიტანეთში ეთნიკურად არ არის ბრიტანელი. დიდ ქალაქებში მიგრანტთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით იზრდება. ყველაზე მდიდარი ხალხი ბრიტანეთში არიან ებრაელები, ინდოელები, პაკისტანელები და სხვადასხვა ეროვნების ხალხები. და სადღაც 2060-2070 წლისათვის ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი უკვე იქნება ან აფრიკული ან აფროაზიული წარმოშობის. სამხრეთი აზიიდან, სხვადასხვა სემიტები, სომალი, ინდოეთი. 2100 წლისათვის უკვე ბრიტანელების რაოდენობა ფაქტობრივად ალბათ 20%-მდე ჩამოვა. ფულვე და ძალაუფლება უკვე მიგრანტების ხელშია ბრიტანეთში, შობადობაც მათ ხელშია, ძირითადად ბავშვები მათ ყავთ, იმიტომ რომ ადგილობრივი ბრიტანელები ან ათეისტები არიან ან ლიბერალები. მიგრანტები კი საკმაოდ რელიგიური პატრიარქალური ხალხია. შობადობაც უფრო მაღალი აქვთ, მათი რაოდენობა იზრდება და იზრდება და რამოდენიმე ათწლეულში თვიან დაიღებენ ბრიტანეთს. მე ამ ვიდეოში მოვიყვანე სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები ოფიციალური წყაროებიდან, სახელმწიფოს მიერ დადასტურებული მონაცემები, მოგაწოდეთ საჭირო ინფორმაცია და ახლა დასკვნები უკვე თქვენ თვითონ გამოიტანეთ. აქვს თუ არა ბრიტანეთს მომავალი. არსებული სურათიდან გამომდინარე კი პასუხი ცალსახაა. ის ბრიტანეთი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ნელ-ნელა კვდება. ხოლო მის ადგილას კი დიდი ალბათობით აღმოცენდება ნეოლიბერალური, მულტიკულტურალური, მარქსისტული სახელმწიფო, სადაც იცხოვრებენ ინდოელები, არაბები, პაკისტანელები, აფრიკელები, ნაწილი ბრიტანელების და სხვადასხვა ევროპელებიც. ენა კი შენარჩუნდება ინგლისური, თუმცა კულტურა უკვე ინგლისური აღარ იქნება. სავარაუდოდ, უკვე 2050 წლისათვის ბრიტანეთი იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. იქნება სხვადასხვა რეგიონები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით. რაღაც რეგიონებში იქნებიან ინდოელები, იგივე ბირმინგემში იქნებიან სადღაც არაბები, ლონდონში ალბათ იქნებიან ინდო-პაკისტანელები, პლიმუთს ალბათ აიღებენ აფრიკელები და ასე შემდეგ. სავარაუდო სიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც არის ამერიკაში, სადაც გარკვეული რეგიონი გარკვეულ რასობრივ ეთნიკურ ჯგუფს უკავია. როგორც ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი სახელმწიფოსი უკავიათ აფროამერიკელებს, სამხრეთ-დასავლეთი ისპანოიდებს, ლათინოსებს, ხოლო ჩრდილოეთი თეთრებს, ალბათ ბრიტანეთში ასე იქნება. სეპარატიზმი დიდი ალბათობით გაღვივდება, ახალი თაობა სულ უფრო და უფრო მემარცხენეა, ხოლო ყველა ეს ფაქტორები არ იძლევა პოზიტიური დასასრულის იმედს. გამომდინარე კი აქედან, მე ვთვლი, რომ ალბათ ბრიტანეთი დაიკარგა. და სავარაუდოდ ბრიტანეთმა რომის იმპერიის ბედი გაიზიარა. ამით ვასრულებ ამ ვიდეოს. თუ გსურთ მსგავს თემატიკაზე კიდევ ერთი ვიდეო ნახოთ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. შემიძლია გავაკეთო მსგავსი ვიდეო კანადაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ან რომელიმე სხვა სახელმწიფოზე.